ის დეპუტატები ოპოზიციას უყველა, ვინც იქ ხედან და ვინც ესაც ქონდა მობილიზება. იქ ხედან მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე ქართულმა ოცნებამ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა მანდატების შეწყვეტაზე, მიიღო ექსტრაორდინარული ზომა, ასე ვთქვათ, პროცედურულად, არ დააჭირა ღილაკს თითი, თუმცა თუ მშრალად გავყვებოდით რეგლამენტს და პროცედურებს, უნდა შეგვეწყვეტა შეიძლება მათთვის ეს უფლებამოსილება, არ შეუწყვეტეთ და ამით გადავარჩინეთ ქართული დემოკრატიული ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტი და გადავარჩინეთ მათი ამორჩევლების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები. ჩვენ რომ მაშინ დღეს რომ ამბობენ რომ პროცედურულად მიყევით ასე ვთქვათ საკითხებს, ჩვენ რომ მაშინ მათთვის დაგვეჯერებინა დღეს ისინი არც ერთი არ იცხებოდა ქართულ პარლამენტში. იქნებოდნენ ქუჩაში და რაც მთავარია მათი ამორჩეველი არ იქნებოდა წარმოადგენელი საქართველოს პარლამენტში. და რაც მნიშვნელოვანია, აი ეს ხალხი ვინც დღეს ამბობს კონსტიტუციას ვარღვევთ, მათ შორის ქალბატონი თამარ კორძაია. მან საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომ ჩემი თავისუფლება ირღვევა, რომ არ მიწყვეტენ მანდატსო. იცით რა მოხდა შემდეგ საბოლოო ჯამში გამოიტანა ეს სარჩელი უკან და დღეს ალბათ მადლობელია თავის დროზე რომ საქართველოს ოცნება მოიქცა არაორდინალურად, არ შეუწყვეტა მას მანდატი და ამით მოიქცევა და მიიღო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე ახლაც. ჩვენ სწორედ იმის გამო რომ სახელმწიფოებრივად ვიქცევით, სწორედ იმის გამო რომ ჩვენ წინ გვაქვს გადაწყვეტილება სტატუსთან, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ ჩვენ არ ვაძლევთ მათ ამის საშუალებას, რომ მათ მოახდინონ ანტისახელმწიფოებრივი ასე ვთქვათ ინიციატივის გატანა და მოახდინონ ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის გარკვეული ჩრდილის მიყენება და ძირის გამოთხრა.